გუშინდელ საკეთია, გუშინდელ საკეთია. აი ეგ მიდგა ცხარი. მოველი და არ მიხვებენ. 3000 არის ეგ ჩემფარა. აბა რო 3000 რო გავატარო და წავიდე ალბათ რა ვიცი ერთი 3 სული უნდა გადავიხადოთ რომ გადავიხადო საკუთრე გთხოვთ თანხას რომ გაატაროს ხო თავისია საკუთრება აი აი ექედან რომ გავქეჩოთ აი გავქეჩა იქვია რომ გაიქეჩო 5 წუთში გავიდე 5 წუთში გავალ ბოლოში ხო 100 მეტრ არ არის რომ გავქეჩო და გავიდე მაგრამ თავის საკუთრება და თავისას ითხოვს ხო რა თანხას ითხოვს ხო ვიცი მე გააჩნია რა ფარაზე ზოგი 500 ითხოვს ზოგი 200 ითხოვს ზოგი 300 ითხოვს რა რაოდენობა იქნება სხვა რა რაოდენობა იქნება და მაგის მიხედვით ხო და ეხლა კარი ყოველ შემოდგომი გაზაფხულით ეგრე ვიხადოთ ეს თავრობის გადასახადია საძოვრის გადასახადია ეს ამუნდულა მწყემსი ეს ამუნდულა ხაჯი ჭამა დალევა აცრა წამალი ყველაფერი და რა გაგვჩება ჩვენ იღათვით დავდივართ და გავაქროთ საქართველოში ქართული ცხოვრება აღარ იყო საქართველოში ცოტა თანხაშადის ბიუჯეტში ეს რო იყიდება ამოდულა საკლავი რო გადის სხვა ქვეყნებში და იწამოჟნაიაზე ამოდულა ფულს რო ღებულობენ ტრასა არ უნდა ქონდეს დაახლოებით 10 წელია დადიან ჩვენ ტერიტორიაზე ამ პერიოდის განმავლობაში ვიკითხეთ ჩვენ სად მოგვარებული იყო ეს პრობლემა ჯამში არის 20 ჰექტარი ტერიტორია მაგრამ მეცხოვრები გადიან 1 ჰექტარზე თანამესაკუთრეები ვართ 10 ოჯახი ვართ ჩვენი ინტერესები გვაქვს ჩვენ ნაკვეთზე ყავს ჩვენ საქონელი ცხვარიც ამ ცხვრის გავლით ტერიტორიას გვიფუჭდება სხვადასხვა სახის დაავადებები გადამოაქვთ მოკლედ გვიპრობლემდება საკითხი გვინდოდა რომ ეს ცხრები თავიანთ ძველ ტრასას ან რაიმე ალტერნატიულ გზას დაბრუნებოდნენ და 4 წლის წინ უკვე დავაყენეთ ოფიციალურად ეს საკითხი მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარესთანაც და მთავრობის წარმომადგენლებთანაც. შეხვედრები გვაქვს 4-5 უწყებასთან გამართული. ინფორმაცია მივაწოდეთ ყველა დონეზე წელსაც წერილობით ინფორმაციების არსებობს ეგეც შეგიძლიათ ნახოთ, მოითხოვოთ, რომ როგორმე მოუგვარდეთ ამ საკითხზე ისე რომ არც ჩვენ ინტერესები დაზარალდეს და ამ მეცხვარებისაც გვესმის თავისთავად ჭირდებათ სასიარულო გზა. ადრე იყო ეს გზა გადიოდა ჩვენგან დაახლოებით კილომეტრში აშენდა მე საპატრულო მანდ გადმოიწიეს ჩამოდიოდნენ ახლა ავტოდრომი რო არის მაგ ტერიტორიაზე ისიც შეიღობა აშენდა და ჩვენ რადგან შეუღობა ვიგოს ჩვენი ტერიტორია საბოლოო ჯამში დადიოდნენ ჩვენ ტერიტორიაზე ჩვენ არ ვაპრობლემებთ გავლას ოღონდ თავრობა იქნება მეცხვარეთა ასოციაცია იქნება მოგვარდნენ ერთმანეთში ან იჯარის წესით აიღონ ან მონაცვლეობა გავიკეთონ ნაკვეთის, ან თანხა გადაიხადონ ალტერნატიული, ანუ მეცხვარეთა ასოციაცია გადაიხდეს, მთავრობა გადაიხდეს, იჯარით აიღებენ, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თანახმოვართ საკითხის მოგვარებაზე, დალაპარაკებაზე, ნებისმიერ ვარიანტს განვიხილავთ, რაც ჩვენთვისაც მისაღები იქნება და მათთვისაც. არ არის ესეც სამხრივად და ცალსახად, როგორც საუბრობენ, რომ დგანან აქ არ გვატარებენ და ვიღაცამ ინტერვიუები ჩაწერა 2000 ლარს იღებენ. 2000 ლარებს რო ვიღებდეთ დაახლოებით იღებენ არა ითხოვენო. ხო, ითხოვენო და იღებენო ვიღაცებმა ეგეც თქვეს. დაახლოებით 300 ფარა გადის სეზონზე და გადათვალეთ ახლა თქვენ როგორ კარგ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ ჩვენ. დაახლოებით 100 ლარიდან მერყეობს 300 ლარის ფარგლებში თუ თანხაც გაინტერესებს. რის მიხედვით არის მაგალითად 100 ლარიდან 300 ლარამდე საიდან მოიტანეთ ეს თანხა? 1000 ფარა რო არის. 1000 სული უკაცრავ ერთ ფარაში. თავისთავად ვერ მოსთხოვ იმდენ თანხას, რამდენსაც 5000 სულიანი ფარა რო არის. და ჯოგი რომ მოყვება 100 სულის საქონელი. ანუ რის მიხედვით არის მე ეს თანხა თქვენ მოიფიქრეთ ვინმესთან ურთიერთ შეთანხმებით. მეცხვარეებთან ურთიერთ შეთანხმებით. ამაზე მეცხვარეებს პრობლემა არ ქონიათ. უბრალოდ ეხლა შეიქმნა რაღაცა ცოტა ისეთი ინტრიგნულად წამოვიდნენ. ანუ რამდენი წელი იხდიდნენ ამ თანხას? წელს. ყველას თუ ვინმეს ეს პრობლემა ეხებოდა, იმისთვის რომ მოეგვარებინა, ყველას ვაცნობეთ. ეხლა ჩვენ თუ ამ 1 ჰექტარს გადავცემთ საკუთრებაში და ჩვენ უნდა ვიზარალოთ ეს 1 ჰექტარი. ეგ ალტერნატივაც არის. შემოთავაზებები მათი მხრიდან არანაირი არ მიგვიღია. ჩვენ რაც ვიცით და რაც არავის მხრიდან კონკრეტული შეთავაზება რომ ჩვენ ამას მოგცემთ და თქვენ ეს ცხვარი გაატარეთ, კონკრეტული არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან რაც შეთავაზებები ყოფილა, ეხლა ხედავთ მიდის მოლაპარაკებები.
და ესე უბრალოდ რომ ჩვენ უკაცრავად და გვჯეგონ აქ ეს 1 ჰექტარი ტერიტორია და არაფრად არ ჩაგვაგდონ, ამასაც უკვე აღარ დაუშვებთ. მით უმეტეს რომ არ ვიცი ხა რაზე წუწუნებენ იმ 200 ლარზე, სადაც ერთი ცხვარი მე რომ მინდა 500 ლარს ვიხდი, 40 ლარს ვიხდი კილო ხორცში. და რავი თქვენ თვითონ დაიანგარიშეთ ხა მინიმუმ 1000 სულიანი ფარა და 5000 სულიანი 100.000-ებს ხდება მილიონზე გადის. პრობლემა გვაქვს გადაადგილებაში მძამთრის საძოვრებიდან მთის საძოვრებისკენ და შემოდგომაზე გვექნება ანალოგიურად უკან გზაზე გადმორეკვისთვის და ეს ტერიტორიები არის გაკერძოებული და ამ დროს ჩვენ ამ ტერიტორიებზე დავდიოდით, მოძრაობდით, არავის არაფერი არ უთქვია, მაგრამ დღეს ეს საკითხი ესე დადგა, რომ ფული უნდა გადაგვახტევინო და ამ დროს ეს არის ჩემი აზრით ეკონომიკის სამინისტროს მოსაგვარებელი საკითხი, იმიტომ რომ მათ ისინი არიან ცხვრის გადასარეკი ტრასის და შემდეგ მესაკუთრეები და მათ შეუძლიათ კომუნიკაცია, ჩვენ იურიდიულად არ შეგვიძლია რამე კომუნიკაცია კონდეს და ვითხოვთ უბრალოდ გავლას მეცხვარეები ამ ერთი ადგილიდან მეორე ადგილის გადარეკვაში. კომუნიკაცია თუ გქონიათ თქვენ უშუალოდ მეპატრონესთან და რა საკითხები დააკვირდით? მეპატრონესთან როცა გქონდა ეს იყო რაღაც 4-5 წლის წინ, როცა მან პირველად გითხრა რომ ამ ტერიტორიაზე უკვე რო გაივლით, უნდა გადამიხადოთ 400.000 ლარი. თლიანად სეზონზე, ესა წელიწადში და მე ვუთხარი ხა ეს არ არის რაღაცას ვლაპარაკობთ, ამით უმეტეს ეს არ არის ჩვენი საქმე, ეს არის და მეთქი თვამოდა კომუნიკაცია გავაკეთოთ გუბერნიასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, სოფლმეურნეობის სამინისტროსთან და იმათმა გადაწყვიტონ და მე მათ რაც კომუნიკაცია რაც ქონათ, მათ ისეთ თანხა თქვეს, მე როგორც ესე მითხრეს, უბრალოდ რომ ჩვენ ჩავწერე და გვითხრეს, რომ ფარაზე დაახლოებით სადაც 1000 სული ცხვარი არის, 100-დან 300 ლარამდე ითხოვენ, რომ გაიგო. ჯერ ესეთი ეგ ტყუილი არის, პირდაპირ გეტყვით, რომ ეგ ტყუილი არის, იმიტომ ძალიან ბევრი ფაქტი არის, ეს რაღაც ვითომ ხაღალდე მოიტანეს, რომ ვითომ მაგნეს იღებენ და ეგ არ არის. ადრე იყო რომ ცხვარს იღებდნენ პირდაპირ, ფარაზე 1 ან 2 და დღესდღეობით პირდაპირ ფული მოიტანეთ თუ რაღაც გვინდა, ახლა კიდე ცხვარი გავყიდოთ რა. ასე რომ ეგ ჯერ ერთი სუროლარი იყოს. სუროლარი იყოს. მე მაგაზე ხო არ მაქვს საუბარი. რატო უნდა გადავიხავ? თუ ეს არის მეცხვარეობის დარგი და ეს არის ტრასა, ცხვრის გადასარეკი ტრასა, ამ ტრასაზე უნდა გავიაროთ ჩვენ და რატო უნდა გადავიხადოთ ფული? რაში უნდა გადავიხადოთ ფული? მაშინ ყველგან უნდა გადავიხადოთ და თუ ყველა წერტილზე უნდა გადავიხადოთ, სადაც ეგეთი პრობლემა არის, ბოლოში წყემსი თაშიავად ჯოხით ხა მარტო და მაშინ მიხედოს სხვა ამ საქმეს. რამდენ ფარაზე არის საუბარი? წელიწადში ორჯერ? წელიწადში ამ ტერიტორიაზე გამოდის ალბათ სადღაც 700-800 ფარა მაინც. და მილიონობით ცხვარი ალბათ. დაახლოებით 1 მილიონი ცხვარი ყავს სრულად საქართველოში, სადაც 700.000 მაინც გადაადგილდება ამ ტერიტორიაზე. თუ აქ საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა აშენდეს და ვიღაც ეს გათვალისწინებული არ აქვს, პირველად მესმის თქვენგან. გზის მეორე მხარეს მუნიციპალურ მე არ მესმის. მე პირველად მესმის ეს არავის ჩვენთან კომუნიკაცია არ ქონია, არავის არაფერი არ უთქვია. ეს კიდე მეორე ართულებს საკითხს და მე მაინტერესებს უბრალოდ ჩვენ საწავიდეთ და თუ გვეტყვიან საით წავიდეთ, გაგვითითებენ წავალთ იმ გზით. არის რაიმე გზა ალტერნატიული ახლა რომ არ გამოიყენოს? არ არის ეს გზა რო იყოს ამდენი ხს ვარ ვილაპარაკებდით. ალბათ 16 წელიწადი ამაზე ვწვალობდა, რო იყოს ალტერნატივა. კერძო მესაკუთრემ თქვა, რომ იქითკენ დაახლოებით 1 კილომეტრის იქით იყო ძველი აღოდის გზა. ძალიან მაგრად იცის ეს გეოგრაფია, მაგრამ იქამდე გვინდა მისვლა და გუშინ მაგიტო იყო, რომ ერთმა ფარამ გაიარა პირდაპირ ავტობანზე, იმიტომ რომ ავტობანზე გადის მერე ეგ ტრასა და. კი ბატონო, ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი. Aksakta.